დილამშვიდობის ეთერშია თხის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. ვნებათა ღელვა და აჟიოტაჟი BBC-ს ფილმის გარშემო, რასაც ჩვენებს ქართული ოცნების რეაქცია და სუსში იმ ადამიანების გამოკითხვაზე დაბარება, რომლებიც რეპორტაჟის მთავარი მოქმედი გმირები და BBC-ს რესპონდენტები არიან. ვის მხარეს შეიძლება იყოს სიმართლე? დღეს კიდევ ერთხელ შევეცდებით საკითხის სხვადასხვა კონტექსტში გაშლას. გია ხუხაშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად ერთ წუთში გვერდება, იქამდე კი ეთერი დაუთმოთ ბოლოს სიახლეებს. სამართალდამცველებმა კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა ტარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი, პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭირი ნივთმტკიცება დამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა. სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი დღეს იგლ ჰილსის გაყიდვების ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს. მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ ფორმით დაპროტესტებენ არაბული ქალაქების მშენებლობის პროექტებს თბილისში და გონიოში, რომლებიც მათივე თქმით სახელმწიფო ინტერესებს საფრთხეს უქმნის. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ცხიმის ხარისხს ამოწმებს. ამ დროისთვის შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ბიზნეს ოპერატორებს მუდმივად განახორციელონ შიდა კონტროლი. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გია და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გია, კვლავ ერთ-ერთ თავარ საკითხად რჩება BBC-ს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული ფილმი, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ისეთი წყლის გამოყენებაშია დადანაშაულებული, რომელიც წვავს, ანუ არ კარგავს აქტუალურობას თემას, რა მოხდა შარშანდელი ზამთრის აქციების დროს, ამიტომ თავდაპირველად სწორედ ამაზე ვისაუბროთ. აი მოვისმინეთ შინაგან საქმეთა ორი მინისტრის განცხადება, როგორც ყოფილის, ისე მოქმედის, ვახტანგ გომელაური, რომელიც ყოფილია, ამბობს, რომ ის ნივთიერებები, რაზეც BBC-ს რეპორტაჟშია საუბარი, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა კიდეც, ოღონდ ეს ხდებოდა 2012 წლამდე, ანუ წინა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ხოლო მოქმედი მინისტრი გელა გელაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა შესყიდული ეგრეთ წოდებული კამიტი და შეუძლია შესაბამისი მასალები საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს. ეხლა ბევრი ფიქრობს, რომ აცდენაა შინაგან საქმეთა ყოფილი და მოქმედი მინისტრების განცხადებების შორის. აი თქვენ რა შთაბეჭდილებად დაგიტოვათ ჯერ ერთის და მერე მეორის კომენტარმა და განცხადებამ. აი ხომ არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება საკუთარ პოზიციაში აიხლართა, ასე უხეშად რომ გითხოთ. ხო, აიხლართა და საკმაოდ კომიკურად მე ვიტყოდი, ხო, რაღაც ტრაგიკომედიის სახე მიიღო ამ ყველაფერმა. გამოჩნდა ის მარტივი მოცემულობა, რაც პრინციპში ვინც აკვირდება პროცესებს, ისედაც კარგად ვიცით, რომ გარდა უტიფრობისა, ამ ეს ხელისუფლება მაინც და მაინც ესე რომ ვთქვათ, ინტელექტითაც ვერ გამოირჩევა, ხო? ეხლა თავიდან გასაგებია, რომ გომელაური გამოვარდა, რომელსაც თავის პრობლემები აქვს ეხლა ხელისუფლებასთან და თავის გამოჩენა გადაწყვიტა. და თავის მოკლე ჭკუით ჩატვალა, რომ ეხლა ამ გაზის ამბავი შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას ჩაუდოს, ხო? ჩაუდოს, გააკეთა ეს აბსოლუტურად სულელური განცხადება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პოზიციიდან. მანამდე არც უფიქრიათ, ხო, სხვების თვლიდნენ, რომ შესაძლებელი იყო ნაცებისთვის ჩადება, ისე როგორც ყველაფერს ნაცებს უდებენ, ხო? ამასაც ჩაუდემთო, მერე კითხვები რო წამოვიდა საზოგადოებაში, მერე მოხდა ამ პოზიციის კორექტირება, დაინახეს, რომ სისულელი გააკეთეს, ხლაპოში ჩახდნენ და სხვა შორის გელაძემ ორი განცხადება გააკეთა. პირველი განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ გაზი არ არის შესყიდული, ხო? ის უბრალოდ აქცენტს აკეთებდა, რომ კამიტი არ არის კონკრეტულად შეძენილი, მაგრამ მე უკვე კიდე რო იფიქრეს, ხო, ანუ რამდენიმე ეტაპად იფიქრეს, როდესაც საზოგადოებაში კითხვები მოდიოდა, ანუ ოპერატიულად ცდილობდნენ, რომ ახალ კითხვებზე ახალი პასუხები გაეცა და ამ პასუხებში უკვე იხმარდებოდნენ, იმიტომ რომ ეს პასუხები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში შედიოდა რა. და ბოლოს გააკეთა განცხადება, რომ საერთოდ არაფერი არავის არ შეუძენია არც ნაცების დროს, ხო? რატომ? იმიტომ რომ უკვე კონკრეტულად ეხლა ჭკვიანი ადამიანი ყავთ ეხლა შიგნით სიღრმეებში ვიღაცები, იმათმა თქვენს რომ
ამ ნივთიერებების ეს სხვა შორის ეს კამეტი არის საბრძოლო მომწამლელი ნივთიერებების კლასიფიკაციაში კატეგორიაში გადის რა. საბრძოლო დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ტიპის ნივთიერებები დაუშვათ ვიღაცა და იმასაც ვერ იტყვის რომ ტრისთვის ჰქონდა. ხო, რატო? იმიტომ რომ ტრისთვის ჰქონდა, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არ უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროში. ეთი ბატონია, საბოლოო ჯამში აი. ბოდიში საბოლოო ჯამში საერთოდ უარყვეს, რატომ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ შენახვაც არ შეიძლება ამის, ანუ შენახვაც დანაშაულია. არა თუ გამოყენება, შესყიდვა და გამოყენება, არამედ შენახვაც აკრძალულია ამის და ესეც დანაშაულია და ამას რომ მიხვდნენ, ეხა ხელებს ასავსავებენ, საერთოდ ყველაფრის გაქრობა უნდათ, რომ საერთოდ თუმცა არქივი მართლაც კარგი რამეა, ძალიან მარტივად იძებნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის მიერ შარშან ნოემბერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის მედიასთან ადასტურებს, რომ როცა დგას საჭიროება, შესაძლებელია წყლის ჭალში იქნეს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, რომელიც კანონითაა დაშვებული, ამიტომ პოლიცია იყენებს ასეთ საშუალებებსო. კიდევ ერთხელ ეს არის შარშან 30 ნოემბერს დარახველიძის მიერ გაკეთებული განცხადება. აი რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, რატომ არ ასახელებს ხელისუფლება კონკრეტულად რა ნივთიერების გარევა მოხდა წყალში და თუ ეს არ იყო მართლაც აი ეს ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია სწორედ კამიტის სახელწოდებით, მაშინ რა იყო? აი რა უდგას წინ რომ ერთი წლის განმავლობაში ამ კითხვაზე საზოგადოებამ პასუხი არ არის, მაგრამ შენ ეხლა დიდი ბოდიში, მაგრამ ხელისუფლება იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქისგან, ხო, ანუ ხელისუფალი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქისგან, რომ თუ ჩვენ მოქალაქეები სარგებლობთ ეგრეთ წოდებული უდანაშაულობის პრეზუმპციის უფლებით, ხო, ანუ ხელისუფლება არის ვალდებული, მართლმსაჯულება არის ვალდებული ჩვენ გვიმტკიცოს დანაშაული, ხელისუფალი იმით განსხვავდება, რომ ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმპციის უფლებით, ხო, ის ვალდებულია, რომ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კითხვებზე უპასუხოს, ანუ ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. დიდი ბოდიში, მაგრამ იმის მტკიცებას, რომ კამიტი არ იყო, ხო, ჯობია რომ თქვა, მაშინ რა გაზია შესყიდული, ხო? და აქ კამიტი რატომ იყო დასახელებული? ჯერ ესეთი კატეგორიულად არ არის ამ სიუჟეტში, რომ მაინც და მაინც კამიტზეა ლაპარაკი. აქ არის გაზის გარკვეული ჯგუფი მითითებული, აი იმ კოდის მიხედვით, ხო? იმ კოდის მიხედვით და იმ კოდში დიდი სპექტრია გაზების დიდი სპექტრია საკმაოდ, მაგრამ როგორც ჩანს, ადრე ზუსტად კამიტი იყო გამოყენებული ესეთი ბიზნესისთვის. სხვა ქვეყნებში შეიძლება, ხო, ისტორიაში, ხო, აი პირველი მსოფლიო ომია ნახსენები და ამიტომ ვარაუდია გამოთქმული, რომ შეიძლება ეს იყო კამიტი. შეიძლება კამიტი არ იყო, სხვა გაზი იყო, მაგრამ ამ ჯგუფში შემავალი ყველა გაზი სახიფათოა, ხო, ესეც აღნიშნულია. ასე რომ ეხა არიციან რაკნან და მე ვფიქრობ, რომ არც ისინი ხვდებიან კიდევაც, რომ ეს წაგებული თამაშია მათი მხრიდან და ერთადერთი რაც დარჩენიათ, რომ შიგნით საზოგადოებას, აი თავისი აი ამ აგრესიულ კონფორმიზმს, ხო, რომელიც ესე რომ ვთქვა ჯიბეში უდევთ, ხო, ეს კვებონ, ანუ მათი ყველა შემდგომი განცხადება, რადგან დიდ თამაში მათ უკვე წაგებული აქ თიცია, ხო, მათი ყველა განცხადება არის აი ამ ადამიანებზე, რომლებიც არ ფიქრობენ და მზად არიან ყველაფერი დაუჯერონ ხელისუფლებას, ამ ადამიანებზე გათვლილი პროპაგანდა იმისაც რომ კვებონ აი ეს კონფორმიზმი. კონფორმიზმი როგორ იკვებება, ხო? კონფორმისტი ადამიანი თვლის რომ მას აქვს სინდისი. და თანჭკვიანიც არის, ესე თვლის. და ესე რომ ვთქვა, თუ ის მხილებული იქნა უსინდისობაში, ხო? აი ამ შემთხვევაში ამ კონფორმისტს ექნება დისკომფორტი. ამიტომ მას ჭირდება თუნდაც ტყუილი პროპაგანდისტული გზავნილებით კვება, რომ მე თავის შვილებს უთხრას, არა შვილებო, აი deep state-ია, ის არის, ეს არის. ანუ ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აღარც აქვს უკვე მნიშვნელობა ამ ისტორიის გაგრძელებას და ამ ისტორიაზე დისკუსიის გაგრძელებას. რატომ? იმიტომ რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ამ გაზის ირგვლივ, ჩვენ ვიცით, ხო, ისტორიულად ვიცით, როგორ რეაგირებს ქიმიური ან ბიოლოგიური, ესე რომ ვთქვათ, იერარქიის გამოყენებაზე ბრიტანეთის ხელისუფლება, ხო? რომლისთვისაც BBC ძალიან მაღალი ნდობით სარგებლობს, ეხლა ტრამპზე რო წაიგეს ტვინი, ხო, ამ სიცულელეებით, ხო? მაღალი ნდობით სარგებლობს, ანუ BBC-ს დასკვნა, ხო, არის ძალიან სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ჩაერთოს ის მექანიზმი, რომელსაც კი ბზეა.
ანუ ძალიან სერიოზული, ძალიან მძიმე სასანქციო პოლიტიკა, ხო? ხელისუფლების მიმართ. არა ისეთი აი აქამდე, კოსმეტიკური დავარქვა. ხო, თუმცა უკვე უნდა ვხედავდეთ თუ არა, მაშინ ასეც კითხავთ. გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს მაინც ხა 2-3 დღეში ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ვერ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა კონკრეტულ კრიტიკულ განცხადებებს მაინც. სხვა შორის აი გუშინ, რადგან ეს თემა ახსენეთ დასავლელ პარტნიორებთან, მათ რეაქციასთან დაკავშირებული, აი ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ დასვა ასეთი კითხვა. საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ბრიუსელსა და პარიზში არაფერს ამბობენ? აი რატომ არაფერს ამბობენ? მისი განცხადების კონტექსტში კითხავთ ბრიუსელსა და პარიზში, თუნდაც ლონდონში სოფლიოში არის ძალიან ბევრი პრობლემა, ხო? შენ რო პრიორიტეტში, ანუ ტოპ იმაში რო გახვიდე, ხო? ანუ პირველი ნიუსი რო გახდეს, ეს არის მარტივი, ხო? ვიცით რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს იგივე უმძიმესი მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით, ანუ ფონი არ არის ისეთი, რომ ეხლა რაღაც მეხსეული რეაგირებები მოხდეს, მაგრამ მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ რამდენიმე დღეში იქნება ძალიან მძიმე რეაგირება. და როგორ ხდება, იცით, პირველი დაიწყოს ბრიტანეთი. ჩვენ გვახსოვს ხო ეხლა ბრიტანეთის ირგვლივ აი განსაკუთრებით ამ ქიმიური იარაღთან და ბიოლოგიურთან დაკავშირებით აქვს ძალიან მძიმე რეაქცია, ხო? მათ აი იგივე აი პოლონიუმის ჩაის გაგახსენებთ რუსეთთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ხო? ბევრი ისტორიები ვიცით. ანუ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, პირველი ძალიან სერიოზული დარტყმა ხელისუფლების მისამართი წამოვა ბრიტანეთიდან და მე როგორ ხდება, ხო, დასავლურ სამყაროში, მე დომინოს პრინციპით იწყებს ყველაფერი მუშაობას. როგორც კი რეაგირება მოხდება ბრიტანეთში, ეს გადმოვა მე ევროპაში, ანუ რიგითობა ესეთი იქნება. და საბოლოო ჯამში შეერთებულ შტატებში ხა რაც არ უნდა იმედი ქონდეთ ამათ ტრამპის, ხო, ეს არის ისეთი თემა, რომელსაც ტრამპიც ვერაულის გვერდს, ხო, მე თუმეტეს ხა ეს საქართველოს ბევრი არაფერში არ ჭირდება, ხო, თუ მას შეუძლია ემირატებს რაღაც აპატიოს საქართველოსთან ხა ეგეთი კარგი. ბატონია, აი ეს თემა რომ შევაჯამოთ BBC-ს რეპორტაჟთან დაკავშირებული ხარ, როგორც ამბობენ, ქართული ოცნების კულუარებში განიხილავენ ვერსიას, რომ BBC-ს ეს კონკრეტული მასალები ირაკლი ღარიბაშვილს უნდა გადაეცა. ეს არის არაოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს მაგალითად ელისო ყილაძე სოციალურ ქსელში. აი როგორ ფიქრობთ, რა უნდა ხდებოდეს? ახლა ქართული ოცნების შიგნით კულუარებში და დახურულ კარს მიღმა საზოგადოებას არ აქვს წვდომა და რამდენად უნდა ვიფიქროთ, რომ ხო ახლა იქ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, დამნაშავეების ძიება და გამოვლენა და მეორე მხრივ უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილს რა კავშირი შეიძლება ქონდეს თქვენი აზრით თელს ამ ამბავთან? ეხლა, არ გამოვრიცხავ ისტორია თუ ძალიან გაღრმავდა, რა თქმა უნდა, განტევების ვაცების ესე რომ ვთქვათ, ის მომენტი შეიძლება დადგეს, მაგრამ განტევების ვაცი ვერ გახდება აქ ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არასერიოზულია და ეს ირაკლი ღარიბაშვილის რატომ გონია ესე, ხო? კი, განხილვა მიდის, მე ამას შემიძლია დავადასტურო, რომ ალბათ ესეა, იმიტომ რომ ელისო ყილაძეს აქვს ხოლმე ეს კულუარული ინფორმაცია, განხილვა მიდის, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა, მიმაჩნია დიდ სისულელად, ხო? რაღაცა ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს აი ესეთი ესე რომ პერსონაჟების რაღაცა ამის გმირად გამოცხადება რაღაც ეტაპზე და რაღაც მის შესაძლებლობებზე რაღაც მითების შეთხზვა, ხო? ეხლა ირაკლი ღარიბაშვილი ამდენი არ ღირს პირდაპირ გეტყვით, ხო? ამდენი ტვინიც არ აქვს რომ ესეთი რაღაცები აკეთოს. ასე რომ თუ სერიოზული წყაროები რომ ყავდა BBC-ს ეს ცხადია, მაგრამ მე ვფიქრობ უფრო უნდა ეს წყაროები უნდა ვეძებოთ ჩინეთის საქმეთა სამინისტროში ჩვენ, ხო? შესაბამისი, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად ჩახედული ადამიანები. ირაკლი ღარიბაშვილი არც არავინ ეტყო და არც არავინ არ ეკითხებოდა ეხა ამას, რომ მას რაიმე მასალები ქონოდა, ან წვდომა ქონოდა ამ ყველაფერზე. თუ განტევების ვაცამდე მივიდა ყველაფერი, ხო? მაშინ საფრთხის ქვეშ ირაკლი ღარიბაშვილი არ არის. საფრთხის ქვეშ არის კობახიძე. ის არის არა, გომელაური ახურდა რა, ახლა გომელაური საერთოდ არის საინტერესო. მე ვამბობ, რომ ბიძინამ რაღაც მომენტში ირაკლი კობახიძე ხო უნდა ჩარეცხოს. ესე ქონდა მას დაგეგმილი, ხო, რომ აკიდოს მთელი სიბინძური და ჩარეცხოს რაღაც მომენტში, ხო? შეიძლება ეხლა ჩათვალოს, რომ აი ამ მიზეზით კარგი მომენტია მის ჩასარეცხად, ხო?
და ამას გადააყოლოს და შეიძლება იგივე ყობახიძე ამას გრძნობს ამ საფრთხეს და ცდილობს ეხლა და აი მისი შემოგდებულია ეს თემა ჯერ კულუარებში და მე საჯაროდ რომ თითქოს ღარიბაშვილი რაღაც შუაშია რომ ვექტორი თავისი ანუ თვითონ თავისთავად გამოიყვანოს ამ დარტყმის ქვეშიდან ხო ასე რომ ეს არის ყველაფერი კულუარული თამაშები შიგნით ეს საუბარი მიდის მაგრამ ეს საუბრის ინიციატორი ვინ არის უშვებთ მაგრამ სკანდალს ირაკლი ყობახიძე შეეწიროს და ეს ამბავი ამ დასასრულამდე მივიდეს თეორიულად უშვებ ეხლა ბიძინასთვის ეხლა ბიძინას გახსოვთ თქვენ ალბათ ვინ იყო ყველა საყვარელი შვილი ხო პოლიტიკური შვილი ირაკლი ღარიბაშვილი და რო დაჭირდა ვერ გაწირა ყობახიძე საერთოდ ვინ არის ყობახიძე ბიძინასთვის საერთოდ არ ვინ არის ხო ისე ჩარეცხავს ერთ დღეში როგორც დაგიბარებიათ რა ეთი ადუგე აი ირაკლი ღარიბაშვილი ვახსენეთ და ის კორუფციული ასე ვთქვათ ფაქტები გამახსენდა რაც ხელისუფლებამ ბოლო თვეების განმავლობაში გამოავლინა თუმცა რამდენიმე კვირა სხვა შორის ეს პროცესი შეიძლება ითქვას რომ შენელდა და მოდით ერთ კითხვას ამაზეც დაგისვათ აი რა უნდა იყოს მიზეზები იმის რომ ხელისუფლებამ ერთგვარად ტემპი დააგდო და ესეთი ინტენსიური სახე აღარ აქვს რაღაცა კორუფციაში ყოფილი მაღალჩინოსნების მხილებას. ასევე საინტერესოა სხვა შორის უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილამდეც რატომ ვერ მივიდნენ საგამოძიებო უწყებები, იმიტომ რომ აი თვეებია გვესმის განცხადებები, რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ პროცესში არის სწორედ სუსის ყოფილი. არის იცით ახლა პირდაპირ გეტყვით ხო? ამ მთელი ამ ეგრეთ წოდებული კორუფციასთან ბრძოლის აი ამ პროცესის მიზანი ვინმეს დაჭერა კი არ იყო. ბანალურად სალარო შევსება იყო ხო? რომ სალარო შევსება იყო და ეხლა თუ ადამიანი მოიტანს იმდენს რამდენსაც ხოლმე რატომ უნდა დაიჭირონ ხო? ანუ ეს ხო არ არის კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ კორუფცია არის ამ არსებული სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი. კორუფციის გარეშე ეს სისტემა ვერ იარსებებს. შესაბამისად ჩვენ რა პროცესაც ახლა უყურებთ ეს არის ქონების გადანაწილების პროცესი, არა კორუფციასთან ბრძოლის, არამედ ქონების გადანაწილების პროცესი. შესაბამისად ამ ადამიანებს ეუბნებიან რა უნდა მოიტანონ, რა უნდა ვის გადაუფორმონ იქ ბაკურიანი, ამას გადაუფორმე ის, იმას გადაუფორმე ხო? ამ პროცესში ვარ ჩვენ ახლა და შესაბამისად ახლა ამ ხალხს ხო დრო ჭირდება ხო ახლა ეხა ფული ესე მართლა 6 მილიონი შეიძლება ედო, მაგრამ ეხა თუ 100 მილიონი მოთხოვეს, 100 მილიონი მუთაქაში ხო არ ექნებოდა. და იმისათვის რომ ეს ფული მოაგროვოს ხო თავისი აქტივებიდან, დრო ხო ჭირდება. და ამაშია საქმე, რომ პაუზა გამოწვეულია არა იმიტომ რომ მათ თავზე დამოკლეს მახვილი არ კიდე, არამედ იმიტომ რომ მათ აქვთ გარკვეული ვადა მიცემული. ვადა აქვთ მიცემული, ეს ვადა ჯერ არ ამოწურულა, ამიტომ ეს გაჩერება კი არ არის და ლოიალობა კი არ არის. ეს არის პაუზა, ელოდებიან გარკვეულ დროს. შეიძლება უკვე მოიტანეს კიდევაც. ჩვენ ხო არ ვიცით. და სალარო შევსებაზე რადგან საუბრობთ, აი სახალხო ენაზე რომ ვკითხოთ, ფული უჭირთ და ამ კონტექსტში მოდით კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ უკვე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში გუშინ გავიგეთ, რომ აღარ გაგრძელდება რამდენიმე პროექტი, მათ შორის მაგალითად სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, ისე როგორც 2026 წელს უკვე მასწავლებლების ხელფასების გაზრდა აღარ არის გათვალისწინებული. აი რატომ აღარ ცდილობს თქვენი აზრით ქართული ოცნება მოიგოს სოციალურად დაუცველები იქნება ეს თუ პედაგოგების გული, იმიტომ რომ რეალურად არ აქვს ფული თუ იმიტომ რომ დღეს სამის საჭიროება აღარ გააჩნია. დავიწყოთ იქიდან რომ აი იმ სალარო შევსებას ბიუჯეტთან საბიუჯეტო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ხო ეს არის პირად ფულზე ლაპარაკი, რომ პირადად შავ სალაროზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მე და არა ბიუჯეტში ფულის შეტანაზე, ხო? და რაც შეეხება ამ თემას, რა თქვენოთ, რა თქმა უნდა, პრობლემები, სისტემური პრობლემებია დაწყებული, ხო? ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ფული არ არის, მაგრამ პროგნოზებია, გრძელვადიანი პროგნოზი საკმაოდ მძიმეა. რატომ? იმიტომ, რომ საინვესტიციო რისკები ქვეყანაში გაზრდილია, ერთ-ერთი დონორი საქართველოში ვინ შეიძლება იყოს, ისევ რუსეთი, ჩინეთი, დაუშვათ ეს არაბული სამყარო, მეტი დონორი აღარ დარჩათ. აქედან გამომდინარე, სტაბილური ეკონომიკის აგება ამ ყველაფერზე არის შეუძლებელი. კი ბატონო, დღეს და ხვალ კიდევ შეუძლიათ რაღაც ვირტუალურ კეთილდღეობაზე ელაპარაკონ, მაგრამ რა იქნება ზეგ? ამას უსწორებენ თვალს და შესაბამისად ისინი
ბევრ რამეში კორექტივებს შეიტანენ, ხო? გარდა ამისა, ჯანდაცვის გარკვეული პროგრამებია უკვე შეჩერებული, ხო, რაც მაინც რისი აფიქსირებაც არ ხდება, მათ შორის უმწვავესი პრობლემები ბავშვებთან ბავშვების კუნალობასთან დაკავშირებით და ბევრი სხვა რამე. ფონდებია მთელი გაუქმებული, ხო? ასე რომ რა თქმა უნდა ეს პრობლემა ხაზი მინდა ბატონია გავაგრძელოთ რატომ აღარ ცდილობს ქართული ოცნება კონკრეტული ჯგუფები არ ჭირდება რა შეჭირდება ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების გული ხო აი რატომ არ ჭირდება მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ სამი წამყვანი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ასე ვთქვათ მოთხოვნით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მას შემდეგ რაც დაანონსა ახალი საარჩევნო კოდექსის შემოტანა რომლის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერია სხვათა შორის ემიგრანტებთან დაკავშირებული შეზღუდვა რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ ბევრი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი ალაპარაკდა იმაზე რომ აი ქართული ოცნება უნდა ემზადებოდეს რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად თუმცა ახლა როცა ვხედავთ რომ ჩერდება და აღარ გრძელდება გარკვეული სოციალური პროექტი არ ვიცი თითქოს ყველაფერი ისევ ირევა ლოგიკურად თუ კი ქართული ოცნება ემზადება ახალი არჩევნების დანიშვნისთვის მაშინ არ უნდა აჩერებდეს იგივე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამას. თქვენ რა პასუხი გაქვთ კითხვაზე? რა შეიძლება ხდებოდეს, როცა საქმე ეხება ერთი მხრივ პარტიების აკრძალვას და ემიგრანტებთან დაკავშირებულ შეზღუდვას და მეორე მხრივ უკვე აი ამ პროექტების შეჩერებას და ამ ყველაფერს უკვე ერთი ახალი არჩევნების კონტექსტში. პასუხი არის ძალიან მარტივი, ხო? პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ხელისუფლების ამოცანა და მიზანი არც არასოდეს არ ყოფილა, რომ ემტკიცებია, რომ თვითონ კაი ბიჭია, ხო? ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ სხვები საერთოდ ვინ არიან. და თუ მან პოლიტიკური ველი მოასუფთავა და უალტერნატივო გახდა ფაქტობრივად პოლიტიკური კონკურენცია თუ მოისმო ამ ქვეყანაში მაშინ ეხა რა უბრალოდ სიყვარულისთვის იბრძოლონ ადამიანების რა შეიძლება ისედაც მოიგებენ არჩევნებს თუ კონკურენტი არ იქნა ხო შესაბამისად მათ ხო უკვე ოკუპირებული აქვს ფაქტობრივად ამორჩეველიც ოკუპირებული იყო საოკუპაციო რეჟიმში ცხოვრობ ჩვენ ხო ხელისუფლებამ ოკუპაცია მოახდინა თავისუფალი აზრის და ყველაფრის აი წარმოიდგინეთ სადამდე მივიდნენ აი ეს საქმე რო აღძრეს ეხლა უცხო მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე აი ამ კონტექსტში ხო სუსის ანუ ფაქტობრივად ნახეთ უკვე საწავი რამდენად შორს წავიდნენ რომ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუს მიცემა შესაძლო დანაშაულად არის გასაღებული ინტერვიუს მიცემა ის კი არა რომ რაღაცა ეხა მართლა სიცრუეს იმაში აი ინტერვიუ რომ მისცე და თქვენი მოსაზრებები კრიტიკული ხელისუფლებაზე რომ გამოთქვათ ამის გამო შეიძლება დაგიჭირონ უკვე აი აქ აი ესე ღრმათაა შეტოპილი და რა თქმა უნდა ისინი იმ ტიპის რეჟიმს ამკვიდრებენ სადაც პოლიტიკური კონკურენცია არ უნდა იყოს პოლიტიკური ველი უნდა იყოს მოსუფთავებული შესაბამისად ეხლა ვიღაც გლეხს უყვარდეს რაში ჭირდება ხელი თვითონ ეზიზღება და არც ის აინტერესებს როგორი ცხოვრობს კიდევ ერთი ბატონი არაზეც აუცილებლად უნდა კითხოთ ალეკო ელისაშვილი და პროტესტის ის ფორმაა რომელსაც დღევანდელი სასამართლოს სისტემის წინააღმდეგ მან მიმართა იცით რომ ელისაშვილმა აღიარა როგორც სასამართლოს შენობაში ასე ვთქვათ უკანონოდ შეპარვა ისე მცდელობა ცეცხლი წაეკიდებინა ადმინისტრაციის შენობისთვის აი რას არქმევთ იმ ამბავს რაც ელისაშვილთან მიმართებაში ნახეთ და მოვისმენთ, იმიტომ რომ თავის მხრივ ქართულმა ოცნებამ და შესაბამისმა უწყებებმა ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქმედებას. სარწმუნოა თქვენთვის რომ ეს იყო გულანთებული და სამშობლოზე შეყარებული ერთი რიგითი პოლიტიკოსის ასე ვთქვათ ინდივიდუალური პროტესტი უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ თუ ეჭვებს იწვევს ის რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილი. არის იცით მე საერთოდ პატივისცემ ჟურნალისტებს და ვცდილობ რომ ყველა კითხვაზე უპასუხო, ხო? მაგრამ ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც მე არ მაქვს უბრალოდ. აი ვერაფერს ვერ გეტყვით რა, არ ვიცი. აი რა შეიძლება რაღაც აი ამ პოლიტიკურ ლოგიკაში ჩავსვა, ან ადამიანურ ლოგიკაში ჩავსვა, ემოციურ ვერაფერში ვერ ჩავსვი რა. აქედან გამომდინარე ამ კითხვაზე უბრალოდ პასუხი არ მაქვს. რა მოხდა და რატომ რა იყო მისი რეალური მოტივები, ხო? ეს იყო ნუ ერთ-ერთი რაც შეიძლება ადამიანს ფიქრა და რითაც აეხსნა რაღაც აფექტის მდგომარეობაში, მაგრამ თვითონ პროცესი აჩვენებს, რომ აფექტთან არ ქონდა საქმე.
სერიოზულ მომზადებასთან ქონდა საქმე და ნუ შესაბამისად მე არ ვიცი. მე ამ კითხვას პასუხი არ მაქვს. ხო, ერთ-ერთი ვერსია სხვათა შორის, რაც ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბევრ ვერსიას შორის არსებობს, რუსეთში მის გასამართლებას უკავშირდება, არის საუბარი, რომ არ ვიცი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოში თავისუფლებაზე გარეთ ქუჩაში შესაძლოა საფრთხის ქვეშ ყოფილიყო და ის ციხეში ასე ვთქვათ გამიზნულად შევიდა. ამ ვერსიაზე რისი თქმა შეიძლება? რამდენად ემუქრებოდა თქვენი აზრით ელისაშვილს რუსეთში გასამართლებულ ელისაშვილს ასე ვთქვათ საფრთხე ციხის გარეთ და თავისუფლებას? ნუ არა, შეიძლება ემუქრებოდა, შეიძლება არა, მე არ ვიცი, მაგრამ ელისაშვილი იმ ტიპის ადამიანის პიროვნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც საფრთხე რო ემუქრება, მით უმეტეს რუსეთიდან ის ამაზე საჯარო და ხმამაღლა საუბრობს, ხო? ხო და მე ლოგიკურად ვერ დავაკავშირებდი ამ საფრთხეს და მის ქმედებას ერთმანეთთან, მე მაინც და მაინც არ ვიცი, არ ვთქვათ ლოგიკურად მიმაჩნია რა. კარგი. ბატონია, ცოტა დრო დაგვრჩა, სულ რამდენიმე წუთი და მოდით ბოლო კითხვა ორი ვიზიტის შესახებ დავსვათ, რომელსაც ერთი მხრივ კახაკალაძე ახორციელებს, რომელიც უნგრეთში იმყოფება და მეორე მხრივ შალვა პაპუაშვილი, რომელიც თავის მხრივ საკონტრო დელეგაციასთან ერთად ინდოეთს სტუმრობს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ ასეთი რამ თქვა კახაკალაძესთან შეხვედრის შემდეგ, კახაკალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმეებით. ხով თუ აქვს დრო ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს, რაც შეეხება ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნიუ დელიში შეხვდა ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე დღეს უკვე დაგეგმილია აუდიენცია აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. აი მარტივად კითხავთ, რა შეიძლება საქართველოს წამოიღოს ერთი მხრივ უნგრეთიდან და მეორე მხრივ უკვე ინდოეთიდან და თქვენი ღიმილიც რას ნიშნავდა სიარტოს იმ განცხადებაზე, რომელიც შეეხება რამდენიმე რაღაცას ნიშნავდა. პირველი იმას ნიშნავდა, რომ უნგრეთის, რა ქვია, ბუდაპეშტის მერი არის ხელისუფლების ოპონენტი და ეს მისი განცხადება, საგარეო საქმეთა განცხადება, მისი მისამართით იყო გაკეთებული, ანუ გარკვეული ესე რომ ვთქვათ, ნიშნის მოგებით. ეხლა კალაძე და ლექცია თავისთავად კომედია, ეხლა ესეც ყველას კარგად გვესმის, ხო? მისი ესე რომ ვთქვათ, შესაბამისი განათლებიდან გამომდინარე. ხო და ამაზე გამეგიმა, რომ კალაძემ რაღაც ვიღაცას რაღაცა ლექცია წაუკითხოს, ხო, რაღაც თემასთან დაკავშირებით. საერთოდ ქალაქის მერი ჩადის ქალაქში და ხდება საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მიდის და არა იმ ქალაქის მერის მიწვევით. ეს თავისთავადაც ნონსენსია, ხო, აღრევა, ესე ინსტიტუციური აღრევის პირდაპირი მაგალითია. ნუ ინდოეთში რაც შეეხება ეს პირდაპირ ბოლივუდის კომედია იყო, კადრები რაც ვნახეთ, ხო? იქ პაპუაშვილი რო წამოხდა და ეს რა ქვია ეს გადაინახეთ ამ კადრებმა რა შთაბეჭდილება და ჩიჩი გოგიძე რო ვიღაცასთან საუბრობ. არც ვიცით ჯერ ეს ვერაფერი გამეცინა რა უნდა დავინახო. ორიგინალი და ნამდვილად ქონდა ასეთ შემთხვევას ინდოეთის პარლამენტში ადგილი თუ შეიძლება იყოს დამოკიდებული. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ძალიან სასაცილო კი იყო რა. კარგი, მადლობა. ზოგჯერ ღიმილი გჭირდება, თორე მადლობა ბატონია იმისთვის რომ მოხვედით და აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვიზიარებთ თქვენი შეხედულებები. გია ხუხაშვილის დავრიმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ შემოგვერდება, ასე რომ დაგვაოდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი დავით ჟავანაძე ჩვენთან და დავით გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთით. დავით, აი მოდით ჩვენი ინტერვიუც BBC-ს რეპორტაჟში გაჟღერებული ინფორმაციის და მეტიც ქართული ოცნების მისამართით მძიმე ბრალდების შეფასებით დავიწყოთ. აი ხელისუფლების საპასუხო განცხადებები უკვე მოვისმინეთ. მათი პასუხია რომ ეს არის ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი. ხა რიგი პოლიტიკოსის აზრით თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, ეს არის სწორედ ქართული ოცნების ლიდერების რეაქცია. თქვენ რას გეუბნებათ ხელისუფლების რეაქცია? მართლაც ძალიან მძიმე ბრალდების წინაშეა ქართული ოცნება. რამდენად ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება დაამტკიცოს, რომ BBC-ზე მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება?
მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, აი ეს არის სწორი შენიშვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი რესურს დებენ პროპაგანდაში, აქვთ მთელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სისტემა მისაკუთრებული იმისთვის, რომ თავისი სასარგებლო აზრი გაავრცელონ საზოგადოებაში და შავზე თეთრი ამტკიცონ და თეთრზე შავი, აი ამს ამბავ მაჩვენა, რომ უცებ ჩამოიშალნენ, აიხლარდნენ ისეთნაირად, რომ აი ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები აკეთეს 24 საათის განმავლობაში. მაშინ როცა მაგალითად ყოფილი მინისტრი გომელაური გამოიყვანეს და ჯერ რა თქმა უნდა, რომ კი გქონდა, ოღონდ ჩვენ არ ვიყენებდითო, ეს თქვა კაცმა, რომელიც არის მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო და თურმე ამ კაცს უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ ქონდათ მომწავლელი ნივთიერება შენახული მარაგში, მაგრამ არ იყენებდნენ და თურმე წინა რეჟიმი იყენებდა თუ რაღაც ეს აბსურდული ხაზი განავითარეს და მეორე დღეს გამოიყვანეს მოქმედი მინისტრი და იმან თქვა, რომ საერთოდ არ ქონიაო ეს მარაგში მსგავს ნივთიერება. ეხლა ძალიან მარტივი არის, ხო? აი, თავიდან მე ცოტა სკეპტიკურად შევხედე ამ ბრალდებას, რომ აი რამე გადამეტებული ხო არ არის, რომ მართლა რაღაც გაზვიადებასთან ხო არ გვაქვს საქმე, მაგრამ ამ პასუხებს რო დავაკვირდით, არც ერთჯერ არ თქვეს ის რა გაურიეს ამ წყალში, არც ერთჯერ არ უარყვეს ნორმალურად ეს ბრალდება და დამაჯერებლობა ვერ გამოასხივეს და არანაირი ნათელი ამ ამბავს მაგათმა ვერ მოფინეს და ეს რა თქმა უნდა უკვე ადასტურებს იმ ყველაფერს, რომ ხო რაღაცა ისეთი გაურიეს, რომელიც ან მართლა კამიტი იყო ეს მომწავლელი ნივთიერება, რომელიც პირველ მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული, ხო? ან რაღაც უარესია გამოყენებული. მინისტრი გელაგელაძე ამტკიცებს, რომ უწყებას არასდროს შეუძენია ეგრეთ წოდებული კამიტი და როგორც ის აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს სხვა ქიმიური ნივთიერება იყო შესყიდული, თუმცა არა ბრომობენზინის. თქვენ რა ნივთიერება იყო? მეტიც დავით, აი გელაგელაძემ გუშინ გააკეთა მედიასთან კომენტარი, რომ აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. ეს პასუხები დამაკმაყოფილებელი არის. რატომ არ არის საკმარისი ეს განმარტება? ჯერ ერთი მაგ დროს მინისტრი გომელაური იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ ქონდათ ეს ყველაფერი მარაგში გამოყენებული და მაშინაც და დღევანდელმა მოქმედმა მინისტრის მოადგილე დარახველიძემ პირდაპირ თქვა შარშან 30 ნოემბერს, რომ კი რაღაცა შერეული იყო ნივთიერება. ან რა თქმა მაგათი ლაპარაკი, ვინც იმ აქციაზე ვიდექით, ყველამ ვიცით, რომ ეს რაღაცა თეთრი ლაქები, რაც ამ წყლის მოსხმის შემდეგ გვემჩნეოდა ტასტაცმელზე და სახეს რო წვავდა და მეორე დღესაც კი, როცა ხალხი არ იდგა რუსთაველის გამზირზე, იქ აურობაში გავლა და სუნთქვა არ შეიძლება, იმიტომ რომ წვავდა სასუნთქსებს. ისეთი რაღაც იყო გასხმული. ეს ხო ჩვენი თვალით ნახეთ, ყველა ანუ ამაში ეს სადაო არც არის. ეხლა მოქმედი მინისტრიასაც ამბობს, ეს საერთოდ აბსურდი არის. მაგიტომ ვიძახი, რომ პროპაგანდაში ძალიან აიხლარდნენ და ეგ ადასტურებს იმას, რომ ბრალდებაც გამოითქვა არის სწორი, რომ წინა მინისტრი ამბობს, რომ ქონდა, ეს მინისტრი ამბობს, რომ არ ქონდა. მაშინ გითხან რა გაურიეს საერთოდ წყალში, ან რა გამოიყენეს, საერთოდ რაღაც რო გამოიყენეს, ეგ არის 100%-იანი ფაქტი. მათ მოადგილეს აქვს ერთ ნათქვამი, ხო, და რახველიძეს აქვს დადასტურებული, რომ წყალში გაურიეს რაღაც და ეს ყველა ნახეთ. და არც ერთ მინისტრს არ უარყვია, ეხლა ეს გელაძემ რაღაც ბოლოს გადააკეთა ეგ ამბავი. აი თქვენ რა გაურიეს? რა ნივთიერება იყო იმ წყალში გარეული? ისეთი რაც გაურიეს და არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ხო იცი? რა თქმა უნდა, მსგავსი ან კამიტი აქვს გამოყენებული, ან ვარესი აქვს გამოყენებული და ამიტომ მაგას ვერ იძახიან და შესაბამისად მთელი ეს ბრალდება ძალიან ადეკვატური არის და ძალიან დასაბუთებული არის და დამაჯერებელი არის და ეს ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელიც ძალიან ისე გამოიყურება ხოლმე ვითომ უძლეველი, აი ისე ჩამოიშალა და ჩამოიფშნა ამ ამბავზე, რომ რავი, ყოველი დღე უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ სწორი ბრალდებაა. სუსმა აღძრა საქმე და თქვენ ეს იცით, ორი მუხლით, ეს მუხლებია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და უწყებაში გამოკითხვაზე იმ ადამიანების დაბარება ხდება, რომლებიც აი BBC-ის რესპონდენტები იყვნენ, მათ შორის გუშინ საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ექიმი პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ისე როგორც აი ამ წუთებში მიმდინარეობს ასევე სასამართლოში მისი ძმის, ასევე ექიმ პედიატრ დავით ჩახუნაშვილის გამოკითხვა. სუსში დაიბარეს ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს რუსთაველზე მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა და BBC-ის ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი ასევე ამავე დროს კი დაკითხვაზეა დაბარებული აქციის კიდევ რამდენიმე დაშავებული აქტივისტი. მოკლედ, რა მიზანი აქვს სუს თქვენი აზრით, ეს მინდა გკითხოთ, სიმართლის რეალურად დადგენა თუ რაღაც სხვა უნდა ხდებოდეს და უნდა იყოს მიზანი. მანდ დავამატებ, რომ გელახასაიას ვერ იბარებენ დაკითხვაზე, იმიტომ რომ უკვე დაკავებული ყავთ აბსოლუტურად მოგონილი ბრალით და კიდე ის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ამ ფილმის, ხო? ანუ ამას ეხა რა მიზანი აქვს? არაფერი, ეს არის პროპაგანდის საკვები
და რაღაცა იმ სიმულაციის შექმნა თავიანთი ამომრჩეველებისთვის ოღონდ ხო, იმიტომ რომ აბა ეხა დასავლეთში ვინც მაგას გაიგებს, რომ იმ ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება, ვინც მსხვერპლად არის, ასე თქვა, ამ ფილმში მოყვანილი და არიან კიდევაც ეს ხალხი მსხვერპლი, ეს ხო არავის განცდას არ გაუჩენს, რომ აი რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ ადეკვატური ამ ბრალდებაზე. არა, ეს არის თავიანთი ამომრჩევლისთვის რაღაცა პროპაგანდისტული ხოლგის და ნარატივის შექმნის მცდელობა, ოღონდ ძალიან წარუმატებელი არის. გესმით, ანუ ყოველთვის რაღაცას შეიძლება ემყარებოდა ხოლმე წარსულში ან რაღაც გამოძიებები ან რაღაცა გადატრიალებების ბრალდებები ან რაღაცას, აი 2% სიმართლე მაინც იყო, გესმით, შეგნით და 98 პროპაგანდა, მაგრამ 2% მაინც იყო სიმართლე. აქ არის 100%-იანი ტყუილი, აი უბრალოდ ადგნენ და ისეთ რაღაცას ბოდავენ და ისეთ რაღაცას აბრალებენ ამ ხალხს, აი რატო ეს საუბრეთ და რატო ითანამშრომლეთ მტრული სახელმწიფოს მტრულ ორგანიზაცია, ანუ BBC-ზე არის საუბარი და ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საუბარი, ანუ ამათთვის ვინ არის მტრული ორგანიზაცია და მტრული სახელმწიფო, ეგეც კარგად ჩანს. ხო და ეს დაბარებები მაგას ემსახურება, მეც არ არის თორე ეგრე ობიექტური გამოძიება იყოს დარახველიძე, ეს მინისტრის მოადგილე, რომელიც სანქცირებული არის. ეგ კაცი რატო არ დაიბარეს ამდენი ხანი გამოკითხვაზე, რომელმაც პირდაპირ აღიარა შარშან, რომ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდნენ, წყალში ურევდნენ. ხო, ანუ მაშინ მაგით უნდა დაეწყოთ საერთოდ დაბარება, მაგრამ ნუ ეს არის პროპაგანდისტვის ახლა საკვები, ეს რაღაც სიმულაციის შექმნა, უბრალოდ ახლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა დაიბარონ ეს ხალხი, რაც არ უნდა რაღაცა ესენი ატრიალონ ეს ბრიფინგები მართონ პროკურატურაში და რაღაც გამოგონილი მეებში, რაც აქვთ რეპრესიულ უწყებებში, არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ბრალდება, რაც მათ მიმართ გაჟღერდა და ძალიან დამაჯერებელია და ყველამ დაინახა, რომ ეს ქართული ოცნება არის, ვითომ ომის პარტიას რო ეძახის ყველას, უცებ აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება არის ქიმიური იარაღის პარტია და თავად არის ომის პარტია, რომელიც მართლა ომში არის საკუთარ ხალხთან და ქიმიური იარაღის წამლავს. ოღონდ ეგეც რო ვიცოდეთ, მაგას რატო აკეთებდა მაშინ და რატო გამოიყენა, ეგ ძალიან გავს სხვა შორის 20 ივნისის ამბავს, როცა დათვის ტყვეები გამოიყენეს. ანუ პანიკაში ჩავარდნენ, უცებ აღმოაჩინეს, რომ ხალხს ვერ ეშლიან, უცებ აღმოაჩინეს, რომ ხალხს ვერ აჩერებენ. მე თვითონ ვიყავი მაგ აქციების მონაწილე, ხო სხვაზე ხო არ უყვები. 8-ჯერ რო დაგშალეს, მეცხრე მაინც დავბრუნდით რუსთაველის გამზირზე და ეს დილის 5 საათი იყო უკვე, ანუ ამას ვერ უძლებდა ვერც სახელმწიფო რეპრესიული აპარატი, ვერც პრესრაზმელები, ვერც ეს გედედეს ხარიბას ხალხი და გადაწყვიტეს, რომ ქიმიური იარაღი უნდა გამოიყენებინა და მიუხედავად მაგისა პროტესტი მაინც უწყვეტია, მაინც გრძელდება 1 წელია და ამან კიდე კარგად უნდა დაგვანახოს ალბათ, რომ მიუხედავად იმ კრიტიკისა, რაც შეიძლება არსებობდეს პროტესტის მიმართ თუ ოპოზიციური პარტიების მიმართ, აი რას გაუძელით მართლა და რას გაუძლო ხალხმა და მაინც როგორი მტკიცია ეს წინააღმდეგობა მიუხედავად ამ ყველაფერისა. ქიმიური იარაღი ბოლოს მანდ რო გამოიყენეს 9 აპრილი მოხდა. და საბოლოო ჯამში აი როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება ხელი დაადოს ქართულმა ოცნებამ და უშვებთ თუ არა, რომ კონკრეტული პირების, არ ვიცი, ალბათ მაშინდელი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დააყენოს სხვა შორის, ხო, თავიანთი რიგებიდან, იმიტომ რომ აი მაგალითად გუშინ გამოკითხული ექიმი კონსტანტინე ჩახოვაშვილი არ გამორიცხავს ყოველ შემთხვევაში მას ასეთ შთაბეჭდილებას უტოვებს ეს პროცესი, რომ ვიღაც დასაჯონ კიდეც სიმბოლურად და ასე ვთქვათ განტევების ვაცად გამოიყვანონო ამის შესახებ. ნუ ყველაზე ადეკვატური ვარაუდი ის იქნება, რომ ამის გამო გომელაური დასაჯონ, უბრალოდ გომელაურს არ დაჭიან, იმიტომ რომ არის სხვა მხრივ ხელშეუხებელი არის ბიძინასთვის ეს მაგნიტსკის ზოგადად ვისაც სანქცია აქვს ივანიშვილის კარზე, ის ფაქტობრივად ინდულგენცია არის იმისი, რომ გადაურჩება მომავალში ციხეს ივანიშვილის რეჟიმში. და მე ხარ არ ვიცი, ხო ეს აღქმა არის კოტეში, ხო როგორც თქვენ აღნიშნეთ, შეიძლება ვიღაც დასრულება, მე რაც მგონია რომ არც არის არ დაჟიან, იმიტომ რომ მაშინ უნდა აღიარონ ეს ყველაფერი. მაშინ უნდა დაადასტურონ, რომ გაურიეს ქიმიური იარაღი და ხა ვინ გაურია და ვინ ასე თქვა ვისე იქნება პასუხისმგებლობა, ეს მე ცალკე მსჯელობის ამბავი იქნება, რა თქმა უნდა, გასაგები იქნება, რომ რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, ამაზე იყო თანხმობა. ჯერეთი რატო ინახავდნენ საერთოდ ამ ქიმიურ ნაერთს? წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილიო და 2019 წელს და 2022 წელსაც ჰქონდათ, მაგრამ რატო ინახავდნენ? კონიაკი ხო არა რომ აძველებდნენ და უკეთესი გახდებოდა მე დროთა განმავლობაში. ანუ ინახავდნენ, იმიტომ რომ გამოიყენებინათ და გამოიყენეს კიდევაც. ეგ კი არა, დადასტურებულად შეგვიძლია თქვა, რომ ზუსტად იგივე ნივთიერება გამოყენებული აქვს მეორე რუსული კანონის აქციები, როცა იყო 2024 წლის გაზაფხულზე, იმიტომ რომ მსგავსი ჩვენებები და მსგავსი ასე თქვა სიმპტომები მაშინაც არსებობდა. ანუ იყენებდნენ სისტემატურად. დავით, რაც შეეხება იმას, როგორ აღმოჩნდა BBC-ს ხელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინვენტარების სია, რაზეც თვითონ BBC-ც საუბრობს და რა სიაზე დაყრდნობითაც როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ მივიდნენ კამიტის გამოყენების ვერსიამდე. აი ახლა რთულია რა თქმა უნდა ამაზე საუბარი, თუმცა აი ვერსიების დონეზე ვინ შეიძლება თქვენი აზრით იდგეს აი ამ სიის ამ კონკრეტული მედია საშუალებისთვის მიწოდების უკან. სხვა შორის გუშინ სოციალურ ქსელში ამ კუთხით ირაკლი ღარიბაშვილის სახელმა და გვარმა გაიჟღერა. ხო, რა კავშირი შეიძლება ქონდეს თქვენი აზრით ღარიბაშვილი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს
BBC-თვის ამ სიის ეს ვარაუდი ზოგადად ადეკვატური ვარაუდია, რომ შესაძლოა ამაზე ინფორმაცია მიეწოდებინა ღარიბაშვილს. რა ვიცი, წესით გახარიასაც უნდა ქონოდა ეგ ინფორმაცია, რომ ეს კაცი არ ვიცი საერთოდ რას აკეთებს და რაღაცა იმიგრაციაში არის გაუგებარი მიზნით, თორე წესით გახარიასაც უნდა ქონდეს ინფორმაცია მაგაზე. ხო თვითონვე იყო მინისტრი და თვითონვე ქონდა წვდომა ამ ყველაფერზე. მაგრამ მე უფრო მეტად გონია და რაც სტატიაში პრინციპში ეგრე არის მოხსენიებული, რომ მოქმედი თანამდებობის პირების მიერ არის მიწოდებული ეს ყველაფერი. აი ამ ასე თქვა საპოლიციო ძალებში მოქმედი ჩინოვნიკებისგან გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია. ნუ ყოფილი ჩინოვნიკებიც არის. თუ კი ეს ასია, ეს თავის მხრივ რა შეფასების გაკეთების საფუძველს შეიძლება იძლეოდეს. იმის ბზარები არის რეჟიმში, ძალიან მნიშვნელოვანი ბზარები არის რეჟიმში. მაგას ხო ხედავთ ისედაც, რომ რეჟიმს უჭირს აი ამ რაღაცა ასე თქვა მისი მონოლითურობის შენარჩუნება. მათ შორის ეს ვითომ კორუფციასთან ბრძოლის კამპანიაც გააჩერეს. ბრიფინგი იყო დღეში 5-ჯერ უკვე აი აღარ შეგვეძლო იმდენი ბრიფინგი იყო. ხან ვის იჭერდნენ, ხან ვის, ახლა ვის აღარ იჭერენ, იმიტომ რომ მაგან ბზარები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა, ანუ განმტკიცება და კონსოლიდაცია კი არ გამოიწვია ივანიშვილის რეჟიმის. მეტი ბზარი გააჩნია და მეტი ასე თქვა ზიანი მიაყენა და საერთოდ არ არის გასაკვირი და აი 100% შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოქმედი ჩინოვნიკები ისევ არიან სისტემაში ისეთები, რომლებმაც მსგავსი ინფორმაცია გაიტანეს და მიაწოდეს BBC-ს. ასეც BBC პირდაპირ წერს და პასუხისმგებელიც არის მაგაზე რომ წერს, ხო, იმიტომ რომ ეხლა ესე უბრალოდ ჰაერში არაფერი არ იწერება და რაც შეეხება ყოფილ თანამდებობის პირებს, მან და არის თავად იმ სტატიაში და ფილმში შერგელაშვილის გვარია ნახსენები, თავად ეს ამერიკაში წასული რა ქვია იმ კაცს შაიშმელაშვილიც, ხო, ანუ ეს ხალხის გასაგებია რომ ეს კრედიბილური წყარო არის ამ შემთხვევაში, მაგრამ მოქმედებს აქვს ეს ინფორმაცია მიწოდებული და ეს მე მგონი თვითონ რეჟიმისთვისაც უნდა იყოს ნიშანი, რომ ისე არ არის საქმე როგორც წარმოუდგენია. დავით, სხვა საკითხებიც არის შეფასების საგანი და ახლა ცოტა დრო მოდით სხვა თემებზეც, მათ შორის ისევ არ კარგავს აქტუალურობას ის, რაც ვნახეთ ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით, სხვა შორის მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა გუშინ მედიასთან განცხადება და თქვა, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ს ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ვინაიდან ორივე ტერორისტული აქტია. დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ს თემაშიო, ამბობს ყაველაშვილი. რამდენად არის ეს ორი თემა დასანახი და განსახილველი ერთიან კონტექსტში, მით უმეტეს კი ტერორიზმის კუთხით. ბოდო არის რა შვაში არის ალეკო ელისაშვილი BBC-ს გამოძიება, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ყველა ასე ვთქვათ იცოდა მათ შორის მონაწილე მხარეებმა და პერსონაჟებმა მაგ ფილმში, რომ ამაზე BBC მუშაობდა და ალეკო ელისაშვილის ასე ვთქვათ ეს ქმედება, ნუ ჯერ ერთი საერთოდ არ არის კარგი ქმედება და პირდაპირ მინდა დავაფიქსირო, ძალიან სამწუხაროა მაგაც გააკეთა, სამწუხარო ამ ზიანი მიაყენა თავის თავს თავის ოჯახსაც და ტერორიზმი BBC-ს ფილმი და რამდენად არის ტერორიზმი თუ ვინმე არის ტერორისტი და თუ აი რაიმე ტერორისტული ორგანიზაცია ამ ქვეყანაში არსებობს, ეს არის ქართული ოცნება, რომელიც ქიმიური რახსაც იყენებს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, წამების მეთოდებსაც იყენებს და რაღაც მიკროავტობუსებში აწამებს ხალხს სუსტად ვიცით და იტაცებს ქონებას და ხალხის დაშინებით და რეპრესიებით სულგმულობს. მეტი არაფერი, ანუ ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნება და ბიზნესა ივანიშვილი და ალეკო ელისაშვილის სულ და აი ამ დიდ შეცდომას, რაც მან დაუშვა, ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას ვერაფერ ვერ მიცემს და სხვა კვალიფიკაცია ნამდვილად ეკუთვნის და სამწუხაროა რომ ეს კვალიფიკაცია აი რა მოხდა, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ის მიზეზები, რის გამოც ელისაშვილი ამ ნაბიჯამდე მივიდა? უამრავი კითხვა ახავს მართლაც ელისაშვილის ქმედებას, თუმცა ერთ-ერთი კითხვა არის ასეთი, თუ კი ეს იყო მისი როგორც ერთი მოქალაქის და ერთი პოლიტიკოსის ასე თქვა ღია და საჯარო პროტესტი უსამართლო სასამართლოს მიმართ, მაშინ რატომ ეკეთა ნიღაბი? არის თუ არა ამ კითხვაში ლოგიკა? ძალიან ბევრი გაუგებრობა არის. ალბათ ორი ვარიანტი, ერთი ის რაღაც სასოწარკვეთა მიიყვანა აქამდე და ესეთი ნაბიჯი გადაადგმევინა, მეორე ის შესაძლოა რაღაც გარკვეული შანტაჟის მსხვერპლი ყოფილიყო და ამით რაღაცა შეიძლება მისი ახმით კიდევ უფრო უარესი აიცირა მისი თავისთვის და ესეთი რაღაც გააკეთა. მე არ ვიცი, ხა მე რასაც დავეყნობი, ეს არის თავად მისი სიტყვა სასამართლოზე, სადაც ის აღიარებს ამ ბრალს და რაღაცნაირად ასე თქვათ ამაყობდა კიდევაც, ხო და ნუ ძალიან სამწუხარო არის რაც მოხდა, არ ვიცი, ბევრი დეტალი რატო გააკეთა ეს ყველაფერი, ეს ნიღაბი რატო ეკეთა, ანუ ეს არაფერში არ ჯდება მოკლედ ეს საქციელი რაც მან განახორციელა და ძალიან სამწუხარო არის, რომ ტერორიზმი ეს ნამდვილად არ არის, რა ვიცი, შეგვიძლია რაღაც ქონების დაზიანებად გავიყავოთ ან რაღაცა ძალადობად გავიყავოთ, თავი ათასნაირი კვალიფიკაცია შეიძლება მოუძნოთ, მაგრამ ტერორიზმი ნამდვილად არ არის და ყაველაშვილის განცხადებას რაც შეეხება მართლა რაღაცა სრული პოლიტიკური გაუგებრობის და სიცარიელის, რა შუაში არის BBC
BBC და ის ალი კოლისაშვილი ერთმანეთთან რამის თვალის დაბნელებას მივიღოთ მაგას და რაღაცა უფრო მისტიური სურათი შეიქმნება რა შუაში არის ძალიან მარტივი ამბავია BBC-მ გამოიძია ის და ახსნა ის და მოფინა ნათელი იმ ამბავს რასაც მალავდნენ საგულდაგულოდ და დღეს რო გამოვიდა სააშკარაოზე ვერაფერს ვეღარ პასუხობენ ამ ყველაფერს აი აბსოლუტურად დამაჯერებლები არიან ჩამოეშალოთ ეს იმედი ხან გომელაურის ხმას დებდა პოსტებს და ქარდებს რომ თურმე ნაციონალიზმის რო შეძენილი იყო ეს და მეორე დღეს აქედან 12 საათში ამ გეკა გელაძის თუ რა ქვია მაგაც მაგის იმეებს დებდა განცხადებებს თუ საერთოდ არ შეგვიძენიაო ნუ აი ახლა რთული არიან ყველაფერში ამიტომ არაფერი არ ეს ყაველაშვილის განცხადებად მათი სიზუსტის დემონსტრირება არის და მე მაგ დამაჯერებლობას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს თუმცა ყაველაშვილი ისეთი კაცი არის ჭკვიანურიც რო თქვას მაინც არ დაეჯერება და მე თუ მე საბსოლუტურად მადლობა იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს დღეს დაგემშვიდობებით დავით ჟავანაძე კვალიფიკაციების წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით ნახვამდის